ავე მეგობრებო, მე ნიკა ვარ. დღეს თქვენთვის განვიხილავ ორი Demotions, პატარა ტუტორიალი გვექნება, რომელიც ორ ნაწილად დაიყოფა. შემდეგი ნაწილი გავვა 50 ლაიქზე ამ ვიდეოს ქვეშ. ძალიან არ გემსაჯოთ იმის გამო, რომ სიცხე მქონდა ამ ვიდეოს ჩაწერის დროს და მონტაჟის დროს. რაღაცეები თუ ვერ ახსენდა, რაღაც კითხვები დაგჭათ, უეჭველი დააკომენტარეთ, ყველა კითხვას პასუხს გავცემ კომენტარებში. თქვენ კი სასიამოვნო ყურებას გისურვებთ. ჟუმაბელ ბაროჩად დღეს რაღაც რილსი შემხდა და გადავწყვიტე რომ იგივე გამეკეთებინა. ეს არის ფაილები, რომლებიც დაგჭირდება ამ რილსის გასაკეთებლად. ფაილები Telegram-ში იქნება, თქვენ კი შევუდგეთ After-ში ორი Demotion-ის გაკეთებას. პირველ რიგში გავაკეთოთ კომპოზიცია უნდა იყოს 1440, 2560-ზე. აქ ავიჭით 5 წამი, solid-ი შავი, აქ 105, ჩვეულებრივად Classic 3D, okay. კომპოზიცია შეიქმნა, კომპოზიციაში რაც უნდა გავაკეთოთ ახლა არის რომ უნდა გავაკეთოთ პიკი არა და სოლიდები. პირველი სოლიდი იქნება რაღაცნაირი ბეჟი, ფერებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა. შევხვდეთ მეორე სოლიდი, რომელიც იქნება ნაცრისფერი. მერე ვირჩევთ გრიდს. ჩვეულებრივ გრიდი ავიღოთ, გადავადოთ, გრიდი შევცვალოთ. სამი გავონაცრისფეროთ აი ასე მე მგონი არაფერი არ გამოგრჩა ეხლა ავიღოთ დავაფრიკომპოუზოთ ყველაფერი გაიმეორეთ ზუსტად იგივენაირად როგორც ვაკეთებ მე მასკი დავმასკოთ ორჯერ ვაწვევით ვიღებთ ფეზერს 1000-ს გავწიოთ სადაცას ვაწვევით აქ ვის კონტროლით ასე ცოტა დავაპატარავოთ ცოტაც აი ასე დაახლოებით ასე. დაძლით. ოკეი. მეგონი ოკეი. შემდგომ აქ გვიდა სკეილი, ცოტა შევავწიროთ. აი ასე სახა. კაია, იდეალურია. ეხლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ რა ზოლები. ჩვენს პროექტში ვხედავთ რომ არაფერი არ გვაქვს. ვიღებთ მაგალითს პროექტში, მაგალითს ვაგდებთ აი აქ ზემოთ. მაგალითის opacity-ს 100-ს ვაწვევით და opacity ხსნება და თუ ვერ ხსნით ამ ყველაფერს, просто transform-ი გახსნით და აქ არის opacity. დავუწიოთ. აი ასე დაახლოებით 24% საკმარისი იქნება. ვიღებთ pen tools. არაფერი არ გვაქვს აქ არჩეული. დაგვიდით ამას რომ არაფერი არ იყოს არჩეული. ვაკეთებთ shape-ებს. აი ასე იდეალურია. სამივე შეები ძალიან მომწონს. Very good, very nice. ეხლა ჩვენ უნდა დავამატოთ ფულები. მაგალითის დაბლა ჩავაგდოთ ფულები. მოდი მივიტანოთ ჩვენი ვიდეო იქამდე, სადამდეც იქნება ფულები. აი აქამდე არის ფულები. გავჭრათ Ctrl-Shift-D და გადავიტანოთ ეს დასაწყისში. ასე, ანუ ორი ფული გვაქვს იდეაში, ერთი ზედა იქნება. შეგვიძლია rename გავუკეთოთ. იდეაში ესე ახლა გავაკეთე იმიტომ რომ თქვენ დაინახოთ rename. შემდგომში rename-ები მოხდება მხოლოდ არჩევით და enter-ის დაჭერით. After-ში enter-ს ვაწვევი პირდაპირ rename-ის საშუალებას გაძლევს, ასე რომ გაითვალისწინეთ ესეც hotkey-ები ისწავლეთ. ამ ფულებს ჭირდება ახლა ერთი რამ. ზედას და ქვედას უნდა გავუკეთოთ 3D-ში უნდა გადავიყვანოთ. 3D-ში გადაყვანისას რო არ ვინერვიულოთ ძალიან. რას ვაკეთებთ? ახლა ჯერჯერობით ქვედა ფულებით როგორ გიჩვენებთ მე ანიმირების გაკეთებას რა. ბოლო მომენტამდე მივიყვანოთ. ჩვენი ფულები ასე ავიღოთ. დავასკეილოთ. ეს, ოკეი.
scales, positions და orientations key-ებს ავირჩევთ, ანუ წამზოვებს დავაჭერთ და ამის შემდეგ უკვე მივიყვანთ იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაზეც არის ჩვენს მაგალითზე. მე მგონი ერთ-ერთში გამოვიდა, ხო? ეხლა ერთ-ერთში აქ რო გამოვიდა, ერთ-ერთში უნდა გამოვიდეს აქაც. ერთ-ერთში რო გამოვიდეს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ იგივე манипуляციები, რაც გავუკეთეთ ბოლოში. ამით ჩვენ საწყისი და საბოლოო წერტილი ერთი გვექნება და იქნება მხოლოდ გასაკეთებელი წერტილოვანი ანიმაციები შუაში. ვიღებთ 6-ვე keyframes, ვაწვევით F9-ს, გავდივართ window, მე extension-ი, ვირჩევთ flow თუ არ გაქვთ Telegram არხზე, არ მექნება. ეს თქვენი ცხოვრება, ამართეთ თქვენი ცხოვრება, თქვენ თვითონ როგორ გავაკეთოთ იგივე, ანუ აი ეს როგორ გავაკეთოთ? როგორ შემოკარგებოდა ვაწვევით აქ speed graphs? აი აქ არის edit speed graph-ი. და edit speed graph-ში მე ვცვლით. იდეაში აქ რაც არის გაკეთებული, იგივე გავუკეთა ყველა იმას keys. რა თქმა უნდა, ჩვენ შუალედური შედეგი უნდა შევამოწმოთ, keyframe-ები ზუსტად შედება თუ არ შედება, ამიტომ ხანდახან უნდა გადავხედოთ ხოლმე ჩვენ ვიდეოს. ეხლა ჩვენ აქ ხედავთ zooms outs, რომელიც აკეთებული არის კამერით და object nullit, რასაც ჩვენ საომალოდ გავაკეთებთ. მივთითოთ ზედაფული. პლუს მინუს იგივე უნდა გავაკეთოთ. მივიდეთ ეს ბოლოში, რომ ანიმირება გავუკეთოთ ზედაფულს და ბოლოდან ვიწყებთ. აი, თქვენი სპეციალურად ესე ჩავშლი ხოლმე რა. ძალიან მიახლოებული გამოდის მოუშენი. ამ ფულს რა აკლია ეხა? ამ ფულს ეხა ძალიან აკლია ტექსტურა. რაღაცნაირი არაფრის მთქმელი ფული არის რა. არ მომწონს სასწაულად. ტრიტონი ერქვა თუ ვორსტები, კი, ტრიტონი ერქვა ამ ეფექტს. აქ მოდი ცოტა გავავისფეროთ, აი ასე ძალიან. აქ 60%-ამდე გავზარდოთ. ო, კარგია. Ctrl D, ეხლა Ctrl D ეფექტს ამეორებს, თუ layers აირჩევთ რამეს layers ამეორებს, ასე რომ კარგად დააკვირდით, რას გამეორებთ. დააკვირდით. Ctrl C, Ctrl V. ჩვენმა ფულმა რაღაცა ფერი მიიღო. ვიღებთ, ვაკეთებთ adjustment layer-ებს. მოდი ამ adjustment layer-ს ერთი noise დავადოთ. იმიტომ რომ noise გვაქვს ჩვენ, ბატონი noise-იც აქ არის. აი ეს. დაახლოებით color noise არ გვინდა. Ctrl D, noise შლით. Gaussian blur. ვიღებთ Gaussian blurs და ორჯერ ვაწვევით masks, რომ გაკეთდეს ის წრე იდეალური, რომელიც მანამდე ქონდა გაკეთებული უკვე მსგავსი. Inverted აქ lasers მოვუმატოთ ცოტა რამე დაიცით, ცოტა ერთი უფრო გაბლარული რო იყოს. და ეს ფეზერი უფრო კარგად რო ჩანდეს. აი ასე დაახლოებით. დაჟე ფეზერს დავუწევ. აი ასე. Very good. Very nice. ვიღებთ Ctrl D masks აქედან შლით და აქ Ctrl-ით ერთ masks ვნით. დაახლოებით ესეც. არა. აი ეს გადავიტანოთ ეს მასკი ცოტა აქეთკენ. და აქაც ამ მასკს რა თქმა უნდა ფეზერი უნდა გავუკეთოთ. ბევრია. აი ეს სადღაც 550, მე მგონი საკმარისი 550 იყოს. მე რა თქმა უნდა opacity-საც დავუწევთ ამას, ეს იყოს 50%, მოცავთ 50 და 40 იყოს. Good. ეხა ჩვენ რა გვაქვს? ჩვენ ეხა გვაქვს 3 adjustment layer-ი. ეხა უკვე დავამატოთ ტექსტი. მოდი ეს ყველაფერი შევინახოთ, თორე თუ გაქრაშა, მე ამის მეორე გავუკეთებელი აღარ ვარ. ყოველთვის შეინახეთ თქვენი პროექტი, თორე რასაც დასცეს, იმას ვეღარ მოიმკით შემოკარგება. ეხლა ავიღოთ, დავამატოთ ტექსტი. მე მგონი good. ამასაც ჯობია. აი ეს. ტექსტი შეგვიძლია რთული არაფერი არა, უბრალოდ ტექსტის ლეიერი უნდა გავაკეთოთ. შეგიძლიათ ტექსტი ყველა სიტყვა ცალ-ცალკე შექმნათ და ცალ-ცალკე გავაკეთოთ ანიმირება, სხვადასხვა ანიმაციები. ამ შემთხვევაში მე მთლიანი ტექსტი მოვაწყე ერთ ლეიერში
და ერთიანი ანიმაცია ექნება ტექსტის ასე ამორჩევისას შეგიძლიათ შეცვალოთ ფონტი, მისი ზომა, მისი ადგილმდებარეობა, ანუ ავთერში ეს ყველაფერი ძალიან კარგად არის ჩაშლილი და გაკეთებული, ყველანაირი დეტალის ჩასწორება შეგიძლია. ამომეძე ჩვენ უნდა გადავიდოდოთ ტექსტი უკვე 3D-ში. ეხლა უკვე ნელ-ნელა დავამატოთ ანიმაცია. გვინდა slide by world დავადოთ. ეფექტის დადების შემდეგ ჩვენ რა თქმა უნდა შევუცვალოთ ეფექტს position-ი, რადგან სიტყვები და ანიმაცია მოდიოდეს იქედან, საიდანაც ჩვენ გვინდა. მე მგონი ახლა ის არის რაც უნდა მიგვიყო. ახლა უნდა დავამატოთ კამერა. ეს კამერა. კაი, კამერაში რა გვინდა ჩვენ? 35 მმ-იანი ობიექტივი, პრესეტი. დავამატოთ კამერა. კამერა დავყავთ ქვემოთ. ვიქნათ 0 ობიექტი, 0 ობიექტ, 0 ობიექტს უნდა მივაბათ კამერა. ასე 0 ობიექტთან ვაბავთ აი ამით. აქ გავდივართ transform position-ში. ახლა აქამდე მივიდეთ და აქედან უკვე იწყებს 0 ობიექტი თავის მოძრაობას ახლობით. ვირჩევთ positions, 3D ჩავურთოთ თან კამერას. 0 ობიექტს უბრალოდ 3D უეჭველი უნდა ჩავურთოთ. არ გამოგჩეს ეგ მომენტი და ოდნავ აი აქ მივაზუმ და უფროც. აი ასე ვაფშე იდეალურად. აქ უბრალოდ reset. და ზეზუმება. ოკეი. ვეცხრა. ოკეი. შეიძლება სფერი შევუცვალოთ ბარემ. ნაცრისფერი ვიცით. მოდი თან ამათ. просто post დავაწვევი და position-ს გავხსნი. და ახლა ეს 500-მდე მივუთითოთ ყველას. და გადავიტანოთ დამდელა. იმის შემდეგ რაც ჩვენ დავაკორექტირეთ ჩვენი shape layer-ები, რა თქმა უნდა, pen tool-ით ისევლე უნდა ჩავსვათ იგივე ადგილებში, რომ ანიმაცია აი ამ shape-ების, ზოლების იყოს ისე როგორც მაგალითი არის რა. ამის გამო გავუკეთეთ ჩვენ Z-ზოლზე 500 და ეს მოგცემს იმ ეფექტს, რომ ყველაფერი მოძრაობს. ისე G-ს დავაწვევით, რომ pen tool-ი გავზარდოთ. არ დაგვაუწყოს შუალედური შედეგისთვის რო შევხედოთ და ჩვენი თავი რო შევაქოთ. Oh my god. Das is good I think. თუ გინდა ნახო როგორ დავამთავრეთ ეს 2D motion ანიმაცია, მაშინ ამ ვიდეო უნდა მოგროვოს 50 ლაიქი და შემდეგი ნაწილი გამოვა ეგრევე.